გამარჯობა. ამ TikTok-ზე არასოდეს დამიდია ჩემი ვიდეო ხალხთან დაკავშირებით და ეხლა გადავწყვიტე რომ დავდებ, იმიტომ რომ YouTube ვერდი კი მაქვს, მაგრამ 26 გამომწერი მყავს და მოკლედ. ასევე მინდა გითხრათ, რომ შემიძლია მივიღო შეკვეთა, რაღაც ახლა ისეთ კოლოსალურ ფასებს არ ვაფასებ. არც იმას ვამბობ, რომ სხვა ხალხს საქმეს გავუფუჭებ თქო ეხლა. ეგეც არ იქნება სამართლიანი. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეხლა ეს გამზადებულია დასახატად. თავიდან მინდოდა რომ სულ თავიდან რა ეს პროცედურა როგორც ხდება რა დაფის აი ამისი დაშპაკლა ხდება, დაგრონტვა ასე ვთქვათ, ქართულად ვთქვათ. მე სპეციალურ სითხეს უსმევ, რომელიც საჭიროა რომ აი ეს არის ოქროს იმიტაცია ფირფიტა, რომ დააკრო ეს. თავიდან მინდოდა რომ ასე მექნა, მაგრამ სამწუხაროდ დამავიწყდა. დაფები გამზადებული მაქვს თითქმის, ანუ უბრალოდ ისე დაფები რა და მე შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ იწყება რა თავიდან ბოლომდე და ეს რაღაც ჩქარ-ჩქარა რომ მიდის ხოლმე ვიდეო, ისე დავამუშავებ ვიდეოს და ისე დავდებ. მაგრამ ეს იქნება ახლა ეს ვიდეო უბრალოდ დავწერ და ბოლოს დაწერილი როგორც იქნება იმის დამიხედვით შეაფასეთ ახლა რა თუ ვინმე სურვილი ექნება და თუ მოეწონა რა ვიცი კიდევ ერთხელ გამომევდები შემიძლია მივიღო შეკვეთა და დაუწერო ხატი. ხაწერა ჩემო ერთ-ერთმა მოძღვარმა მასწავლა მამა ისააკი ზაზა ფრიდონიშვილი კურთხევით უწერ სული კანონიკის დაცვით მოკლედ. რა ვიცი სულ ეს იყო და ეს. ой, ხო და კიდე კი ყოველთვის ფიქრობდი ხოლმე რომ იძახიან გამოიწერე არხი, სულ ფიქრობდი ხოლმე რომ ადამიანმა უნდა დაიმსახურო ალბათ რაღაც ისეთი გააკეთო ეხლა რომ ადამიანს მოუნდეს შენი არხის გამოწერა, ხო? მაგრამ მე ერთ-ერთ ვიდეოში ერთ-ერთმა გოგომ თქვა არც მისი სახელი ვიცი და არაფერი, უბრალოდ ესე ყურში მომხვდა რომ თუ არ შეახსენეო ხალხს ხო მე უბრალოდ შეიძლება დავავიწყდეს რომ მეც ბევრჯერ ყოფილა რომ მომწონებია რაღაც ვიდეო და გამოწერა კი არა ლაიქიც დამვიწყებია რა. მაგრამ ეხლა დავამუღამ ეხლა პრინციპულად თუ მომწონს რაღაც გამოვიწერ კიდევაც და ლაიქსაც დავწერ აუცილებლად, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ვიცი ეხლა მით უმეტეს ისე იუთუბერებისთვის. მოკლედ, თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო და ზოგადად ხაწერის თემა, მე არ ვამბობ ეხლა რომ მხოლოდ ეს მიმართულება იქნება თქო. რა ვიცი, აი ყველა მიმართულების ვიდეოს მე მგონი რა. ხო, მოკლედ, თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი. ხო და ბოლოს დამავიწყე კიდევ ეს ხატი არის იქნება წმინდა ნინოს ხატი. ეს არის ან წმინდა ნინოს გამოსახულება. ვინც არ ერკვევა ახლა რა ხო შეიძლება არ იცოდი ადამიანმა. აბა წარმატებები.